ძალიან სავალალოა მართლაც ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც რეჟიმმა ასე რაღაცნაირად დაწირა ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს წაართვა პრაქტიკულად ნდობა და რწმენა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურის, სახელმწიფო ინსტიტუტის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციის მიმართ. იმიტომ რომ პირველი ფორმაში ადამიანი, რომელსაც აქვს ყოველთვის კონტაქტი ნებისმიერ მოქალაქესთან თანამედროვე საერთაშორისო პოლიციური სტანდარტით, ეს არის რა თქმა უნდა პოლიციელი, რომელიც უნდა იყოს არა დასჯაზე ორიენტირებული, არამედ პრევენციაზე დანაშაულის და უსაფრთხოებაზე ადამიანის. ჩვენ მივიღეთ მოცემულობა თავდაპირველად, როდესაც პრაქტიკულად ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაკარგა რწმენა პოლიციაში და პოლიციის მიმართ და ნებისმიერ დროს, როდესაც პოლიციას ხედავთ, გახსენდებათ, ძალიან ბევრს გვახსენდება უკანონო დაკავებები, გვახსენდებათ სრულმოწმე პოლიციელები, გვახსენდება დარბევები, იმიტომ რომ ეს იყო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ეგზეკუცია განხორციელებული პროტესტის მონაწილეების მიმართ, როდესაც ჩვენ თვალწინ იტაცებდნენ ადამიანებს და წამების მანქანაში სვავდნენ და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, როდესაც საქართველოში პირველად საქართველოს ისტორიაში პირველად სხვათა შორის შინაგან საქმეთა მინისტრი არის ყოფილი შინაგან საქმეთა ეგრეთ წოდებული მინისტრი გომელაური მოხდა სანქციებში მაგნიტსკის სიაში, ასევე მაღალჩინოსნები და მათ შორის ხარაზიშვილი, სხვათა შორის რომელმაც შეიძლება ძალიან მალე დატოვოს თანამდებობა და დატოვოს იმიტომ, რომ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტურას რა არის, რომ რაღაცნაირად გამოიყენებს ყველა ადამიანს, გამოიყენებს ყველა სისტემის სახურს და შემდეგ გადააგდებს პოლიტიკურ სანაგვეცზე. ამიტომ მე ხლა ბედნიერი ვიქნებოდი მაგალითად თქვენთან ჩემი მრავალწლიანი პოლიციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და არა მხოლოდ საქართველოში გამეზიარებინა ყველა იმ ადამიანისთვის და მესაუბრა იმ რეფორმებზე, რა რეფორმებიც არის საჭირო პოლიციაში. გვესაუბრა თქვათ როგორი მოწყობის უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი. გვესაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სამხრებიან პოლიციელს შორის გამიჯნული იყოს თქვათ თანამდებობრივი შესაძლებლობები და ასევე გამიჯნული იყოს თქვათ პოლიტიკური თანამდებობის პირი სამხრებიანი პოლიციელისგან, იმიტომ რომ ყველას უნდა ესმოდეთ, რომ უკანონო ბრძანების შესრულება არ შეიძლება. მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მართლაც მესაუბრა იმ ღირსებებზე, რა ღირსებებიც უნდა ჰქონდეს პოლიციელს, მუნიციპალურ პოლიციაზე, ჩვენ შეგვიძლია თუ არა თვითმმართველ ქალაქებში ავირჩიოს თქვათ შერიფები და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამ შესაძლებლობას დღეს მოკლებული ვართ, იმიტომ რომ პოლიცია არის პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეპრესიული ორგანო, რომელიც გადაიქცა რეჟიმის მსახურად და ეს რეპრესიები ჩვენზე ხორციელდება. სხვა შორის რამოდენიმე დღის წინ ვიხსენებდი ზუსტად, რომ ვსაუბრობდი ჩემს ერთ მეგობართან და მაგალითად პოლიციის მანქანის დანახვა ბევრ ადამიანში აღძრავს ძალიან უსიამოვნო განცდას და ეს განცდა არის ის, რომ ჩვენ თქვათ იმისი შეგრძნება კი არ გვაქვს, რომ პოლიციელი თქვათ დასჯის კრიმინალს ან რაღაცნაირად თქვათ შეუძლია დაიცვას მოქალაქეები, თუნდაც უკანონო ბრძანებებისგან, რომელსაც გასცემენ ის ადამიანები, რომლებიც არიან მოკალათებული სკამებში. არამედ პოლიციელი არის უკვე რაღაცნაირად გაიგივებული სასამართლოს შენობასთან, სადაც აძლევენ წარმოუდგენლად მძიმე ჩვენებებს, ანუ ცრუ ჩვენებებს, აგერ ნიკამელია მოიტაცეს, 100-მდე მეტი პოლიციელი იყოს და მუდმივად ადამიანის უფლებების დარღვევებზე გვიწევს რეაგირება და რა თქმა უნდა, სისტემაში ბევრი კეთილსინდისიერი პოლიციელია, თუმცა ამ მოვლენებმა რაღაც ქართველი პოლიციელის პორტრეტი ასეთად ჩამოაყალიბა. ან მათ ხედავთ ძალადობაში ან უმოქმედობაში და ბევრი შემთხვევა იყო ბოლო პერიოდში, როცა პოლიცია არ მოქმედებდა, ხედავდა თავდასხმას, მათ შორის ჟურნალისტების შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ რეაგირება ჰქონდა პრაქტიკულად ნულოვანი. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ მე არასდროს არ დამავიწყდება ახალგაზრდა კაცი ბოდიში, მე არასდროს დამავიწყდება ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი დარბევის დროს, რომელიც ისე სცემეს, რომ ქაშვეთის პირდაპირ ეს უგონო მდგომარეობაში დააგდეს. კი ბატონო, მე მახსოვს თქვენ უღებდით ამას აქციის დროს. და მე მთელი ჩემი ცხოვრება მე მახსოვრება
მათ შორის ეს ცხოვრება ისეა, რომ ნამდვილად, რა ვიცი, ქართულ ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებს ეს კამი არავის არ გამოებმევა უკან, იმიტომ რომ ცხოვრება იცვლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შეიცვლება სასიკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც შემდეგ ვეძებდით 2 დღე. ანუ უგონო მდგომარეობაში და ჩვენ რო წავედით დასახმარებლად, ჩვენ გვითხრეს ეს ამოიღეს ხალკეტები და გვითხრეს რომ ეხლა არ მოხვიდეთ, სწორედ თქვენს ამ მდგომარეობაში ჩავარდებით. ანუ პოლიციის პოლიციელის როგორც რეპრესიის ინსტიტუტად ჩამოყალიბება, როდესაც ღირსდება, არავითარი თქვა პრევენციაზე ზრუნვა, არანაირი შეგრძნება მორალი, ადამიანურობა აღარ არსებობს და მხოლოდ არის სისტემის სამსახური და ეს სისტემის სამსახური ასევე გადადის იმ ადამიანებზე, მხოლოდ ვისაც ძალიან ბევრ ფულს უხდიან, პრემიებს უხდიან, თორე არიან ადამიანები პოლიციაში, თქვა, რიგითი ადამიანები, რომელსაც 2000 ლარი, 1600 ლარი აქვს ხელფასი, 3 შვილი ყავს და დღემდე მე დარწმუნებული ვარ და ასეთ არის, ძალიან ბევრი ფიქრობს ემიგრაციაზე და წასვლაზე, არ ვიცი, ხა უამრავი ადამიანია წასული შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებიდან. ხო, ანუ ჩვენ ახლა აქ ავტორუსთან უნდა ვსჯელობდეთ იმაზე, როგორ მოვაწყოთ ისე სახელმწიფო ინსტიტუტი, რომ აღარ იყოს ორიენტირებული რეპრესიაზე, ჩვენ უნდა ვსჯელობდეთ, როგორც გითხარით, სხვადასხვა ფორმულაზე პოლიციის, მაგრამ ვიწევს მსჯელობა იმ ძალიან მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომელსაც ხედავთ ყოველდღიურად და ძალიან სამწუხაროა ეს. იმიტომ რომ წმენა ეკარგება ამ სისტემას, ადამიანებს ეკარგებათ წმენა ამ სისტემის მიმართ, დაეკარგათ უფრო სწორად და ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ, რომ აი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგიკაკუნოთ პოლიციამ, რა ვიცი, აი ორსულქალთან მივიდეს, ხანდაზმულთან მივიდეს, არაფერი რეაგირება არ გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გადაგვაქცია ივანიშვილის რეჟიმა და მათ არავითარი რეაგირება არ გქონდეთ. ხო, ანუ მე მახსოვს, როდესაც ჩემს ოჯახში ესე ჩემს რა ვიცი, ბავშვებს რო ურეკავდნენ, გახსოვთ ალბათ ჩარჩარეს წარმოუდგენელი მძიმე სიტყვებით და გინებით, მაშინ უბრალოდ ვიფიქრე, რომ აზრიც არა აქვს უკვე პოლიციელთან მიმართოთ, მე ადამიანი, რომელსაც კრიმინალური იუსტიციის სამსახურში ვარ ძალიან დიდი ხანი და ვიყავი, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის დასრულებადი, აბსოლუტურად სასრულია ყველაფერი, სასრულია რეჟიმიც მათ შორის. მიუხედავად იმით, რომ ეხლა შეიძლება ფიქრობენ, რომ მათ არაფერი არ ემუქრებათ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმის იმავალი ესე დასასრულისკენ, რეგრესისკენ, სწორედ არის ის ძალიან მძიმე შეცდომები, რომელსაც უშვებს რეჟიმი. კი ბატონო, აი ორი შემთხვევა მინდა ერთმანეთს შევადაროთ და რაღაც კავშირი მინდა თქვენ მაპოვნინოთ. ერთის მხრივ არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი ამ დრომდე და ეს შეიძლება იყოს ასევე წახალისებაც მათ შორის პოლიციელების ან იმის ჩვენება საზოგადოებისთვის, პროტესტის მონაწილეებისთვის, რომ უკან დახევა არ იქნება, რაღაც თავის სახეს აჩვენებს ქართული ოცნება და მეორეს მხრივ ისინი, ვინც ამ პროცესში არიან მთავარი მონაწილეები, მათი გაშვება სისტემიდან. მინისტრის გაშვება, საუბრობთ, რომ შესაძლოა ზვიად ხარაზიშვილიც წავიდეს, ვაჟა სირაძე, რა ლოგიკური კავშირის დანახვა შეგვიძლია ჩვენ აქ? ესეც სისტემას, კიდევ ვიმეორებ, რეჟიმს და მათ შორის სისტემას განსაკუთრებით, რომელიც ესეც ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი სისტემები ყოველთვის ითვლებოდა, რომ არის რაღაცნაირად მონოლითურად შეკრული. ხო, ანუ იერარქიულობა მკვეთრად არის გამოხატული იგივე ვთქვათ პოლიციაში, ვთქვათ სამხედროებში და ასე შემდეგ. ამიტომ რეპრესიულ ინსტიტუტად, როდესაც ყალიბდება სამართალდამცავი უწყება, ხო, ანუ ამ რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რეჟიმის დროს, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რა არის, რომ შენ ესე თავიდან იცილებს ის, ვთქვათ, სისტემის სათავეში ვის დგას, თავიდან იცილებს იმ ადამიანს, რომელთანაც ფიქრობს, რომ შეიძლება, ვთქვათ, უსაფრთხოება დაკარგოს. აი ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მოიშორა, მისთვის ყველაზე უფრო აუცილებელი საჭირო და ეს დროს ძალიან ლოიალურად განწყობილი კადრები, ხო? ანუ ეს არის ლილუაშვილი, რომელიც ძალიან დიდი ხანი სუსის უფროსი იყო და ბევრი დავალებები შეასრულა უკანონო. ეს არის გომელაო, რომელიც მისი პირადი დაცვის უფროსი იყო და სხვადასხვა გახსოვთ ალბათ თქვენ, ერთი რაღაც მინდა გავიხსენო, რომ ყველა რაღაც გამოხმაურებაში, საჯარო გამოხმაურებაში იყო ყოველთვის სანქციების შემდეგ მისადმი რაღაც ძვალის გადაგდება. ხო, ესე ძვალს უგდებდა ხან გენერლობა მიანიჭეს, ხან რაღაც ვიცე-პრემიერად დანიშნეს და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს ჩვენ ვხედა იგივე ხარაზიშვილის ამხელა პრემიები მისცეს, რაღაც ამხელა დანაყოფები გაუნთავისუფლეს და გადასცეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის
გამოიგონებს კიდევ უფრო რაღაც აბსტრაქციულ ესეთ რაღაცნაირად უსაფრთხოების კაფსულას, სადაც იფიქრებს, რომ მე ხლა ეს დასანქცირებული ადამიანები აღარ მჭირდება და მოდი ახლებს დავასანქცირებთ, ახლებს შევაგდებ ამ ხორცაკეპ რეჟიმის ხორცაკეპ მანქანაში, კიდევ რაღაც ასე ვთქვათ დაარღვევენ კანონს და შემდეგ იმათაც გადააგდებს, ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი რეჟიმის მხრიდან განხორციელებადი და ყველა უნდა იფიქროს და დაფიქრდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის რიგითებმაც, ხო არ ვიცი, ხა სხვაშორის ერთ-ერთ მანიფესტაციაზე ხა ეს ამბავი უნდა მოვყვე, ერთ-ერთ მანიფესტაციაზე, რომელზეც პოლიციელები ესე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იდგნენ ესე წინ, მე მახსენდება რამხელა განსხვავება იყო მათ აღჭურვილობაში, ეკიპირებაში, მათ ფეხსაცმელში ვთქვათ, რიგითებსა და სირაძეს შორის, ანუ რომელიც ახლა წარმოადგენს თუ არ ვცდები და ასევე ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და წარმოადგენს საპატრულო პოლიციას. ხო, ანუ პრობლემები აქვს შიგნის სისტემაში, არის ყევები და ეს მონოლითური სისტემა აღარ ჩანს. ახლა მე კი არ ვამბობ, რომ შეუძლია, ეხაც რა შეუძლიათ გამოიყვანონ, თოფიანი კაცი მათ ყავს, რეჟიმს ყავს, რა თქმა უნდა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი დაჩაგრონ, მაგრამ ეს ხო ითარგმნება სრულიად სხვა ასე ვთქვათ ანატომიაში და ეს ანატომია რა არის, რომ მეტი ხალხი დასანქცირდება საქართველოში დღეს სხვათა შორის ვინც მსახურობს სამართალდამცავ სისტემაში და კრიმინალური იუსტიციაში, აი დღეს ამ სიტუაციაში, აი ამ რუსული რეჟიმის პირობებში, არა მხოლოდ პოლიცია, არამედ პროკურატურა, სასამართლო, რუსეთის სასამართლოში პროკურორები, რომლებიც ძალიან მძიმე მომსაუს ჩადიან, აი ამ დროს, აი ეს სამსახური მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ შეიძლება სტიგმად გაყვეთონ. მე კი არ ვამბობ, რომ შეიძლება პოლიციაში არის ვიღაც პატიოსანი და ადამიანები, ვინც არიან, ვინც ფიქრობენ, რომ ნამდვილად აი მათ კრედიტი აქვს, ეს კრედიტი უნდა გადაიხადონ და ასე შემდეგ. შესაძლებელია, რომ არის ადამიანური ფაქტორი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ადამიანური ფაქტორი და ამ მორალის წინაშე კომპრომისი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს თითოეულ მათგანს. ხო, ანუ მაგალითად მე მომსწრე ვარ, იგივეს ვამბობ ხო და ვიტყვი ხო ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე იანუკოვიჩის პირობებში, როდესაც ვთქვათ მაიდნის შემდეგ, როდესაც შეიცვალა იანუკოვიჩის რეჟიმი, რა მძიმე რეფორმების განხორციელება მოგვიწია ჩვენ და არავის არ დაავიწყდა და არ შეიძლება ამის დავიწყება, რომ ძალიან ბევრი იგივე ბერკუტის წარმომადგენლები, როგორც ახლა ეს ბანდერლოგების ბრიგადა ყავთ, აი რო იტაცებენ ადამიანებს და ყველაფერს რო ასრულებენ. ის ადამიანები ყველა განსაჯდელი სკამზე დაჯდა შემდეგ 2014 წლის შემდეგ, ხო, ანუ ჩვენ ვიძიებდით ამ საქმეებს და ჩვენ უკრაინის ეროვნული პოლიცია იყო ამ საქმეებში უშუალოდ ჩართული. ამიტომ ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი ადამიანის განთავისუფლება, რა თქმა უნდა, ისევე როგორც 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეხა მე მალევე ივედი უკვე კრიმინალური იუსტიციაში, მე მახსოვს რა მძიმე მდგომარეობაში იყო მაშინ უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხო, ეს იყო პოლიცია, მე არ ვამბობ, რომ მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები, რომელსაც მე ვისურვებდი, რომ ნამდვილად არ ყოფილიყო, მაგრამ მთლიანობაში ადამიანებს ჰქონდათ რწმენა, კრიმინალის დამარცხება მოხდა ცვლილება ძალიან სერიოზული, თქვა კრიმინალური სუბკულტურის განდევნა პრაქტიკულად სამართალდამცავი უწყებებიდან. ხო, მე მახსოვს ახლა რა ვიცი, პოლიციის აკადემიას, აი ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომ საუბრობენ რაღაც აგდებით, ხო, 200 მილიონია მეტი თუ არა დახარჯული საქართველოს პოლიციელების გადამზადებაში და მომზადებაში და იმ სასროლეთის გამართვაში ერთის ვირტუალური, მეორე ძალიან სერიოზული, არ ვიცი, საბაჟო გამშვები პუნქტის სიმულაციაში, რომელიც პოლიციის აკადემიაშია მოწყობილი. ანუ ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორებთან ერთად ჩვენ გაკეთებული გვაქვს და ძალიან სერიოზული რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, ხო? ანუ საქართველოს პოლიციის რეფორმის ექსპორტი მივიდა ძალიან ბევრ ქვეყანამდე. ანუ მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მაგალითად უკრაინაში მონაწილეობა მაქვს ამაში მიღებული, მაგრამ პოლიციაში მთავარი რა არის? რა თქმა უნდა, ის მომენტი, როდესაც ვიღაცამ შეიძლება ადამიანის უფლებები დაარღვიოს, ეს მომენტი ხელისუფლებამ არ უნდა გაუშვას. იმის შანსი, რომ ამაზე რეაგირება ქონდეს და ჩვენ რასაც ვხედავთ ახლა პირველად ხომ გეუბნებით, ანუ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მაგნიტსკის სიაში მოხვდა. ამიტომ ძალიან რთულია იმისი მოსმენა, იმის გაანალიზება, მაგალითად ყოველდღიურად როგორ არღვევს პოლიცია პროტესტში მონაწილე ადამიანის უფლებებს, როგორ დაგყვა ჩვენ ივანიშვილის რეჟიმმა მეორე ხარისხოვან და პირველ ხარისხოვან მოქალაქეებად, ხო? ის რაც მაგალითად არ შეიძლება პროტესტის მონაწილეებისთვის, შეიძლება მაგალითად მარიამ ლაშქრისთვის. მე ვარ შოკირებული, შედრწმუნებული, მართლა როგორ შეიძლება გააკეთო ის, რომ
18-19 წლის ახალგაზრდა ქალები, გოგოები გაუშვათ ციხეში რამოდენიმე დღის, 12 დღის. რაღაც პერიოდულობა ახასიათებს თან ამ პროცესს თუ დავაკვირდებით ამ თვეების განმავლობაში, არის რაღაც პერიოდი, როცა ამ ხრივ თითქოს მინელებულია დაკავებები თუ დაჯარიმებები და შემდგომ ახალი სერია იწყება გასულ კვირას ამის მაგალითები ვნახეთ სტუდენტების შემთხვევაში. ამ თვეებში სულ ესეა, ქალბატონო რუსუდან. კი ბატონო. ჩემი დაკვირვებით ამ თვეების განმავლობაში გრძელდება ეს მაგალითად მარიამ ლაჩხზე ხა გუშინ რას იქ ვიყავით სასამართლოში, როდესაც თორნიკეს ხვიტარიძის პროცესი იყო, ასევე ნაწამები ძმა ყავს ციხეში და თვითონაც დააკავა, ხო, იმან არაფრის გამო მოსამართლემ. ასევე თქვათ ახალგაზრდა ორი გოგოს ციხეში გასტუმრება პირველი კურსის სტუდენტების, ესა თქვათ ორი პირველი კურსის სტუდენტი და ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ესე იზოლატორებში უნდა ისხდნენ, ეხლა უჰაეროთ რა უნდა გაეფუჭებინათ მათ ისეთი. მე მაგალითად ერთი შემთხვევა მახსენდება პირდაპირ ეთერში ის რაც არ შეიძლება ჩემთვის, თქვენთვის და ბევრი ადამიანისთვის შეიძლება მარიამ ლაშხისთვის და ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის. ხო, ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებთან ერთად ვიდექი და კინაღამ ესე აგრესიულად მომავალი მანქანა კინაღამ დაგვეტაკა და უშვერი სიტყვებით გაგვანძღა მთელი ჟურნალისტები და მე პირველ რიგში პოლიტიკური შუღლის ნიადაგზე, მაგრამ იქ არც პოლიცია მოსულა, არც არავინ დაუკავებიათ და საერთოდ არავითარი ზიამაღლობელზე რო ვთქვათ მთელი სისტემა რო იმაზე საუბრობს, რომ რაღაცნაირად ლოყა ატკივდა თურმე პოლიციელს, ამ დროს ჩვენ გვახსენდება მაგალითად ის წარმოუდგენელი კადრები, როდესაც ჩინოვნიკების ოჯახის წევრები წარმოუდგენელ აუღირს საქციელით აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიციელებს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მკვნეულია, ისე როგორც საქართველოს ბევრი მოქალაქის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად შეიძლება და ერთ-ერთი პირველი რეფორმის საგანი მსჯელობის, რაც უნდა იყოს, ეს არის ზუსტად როგორი უნდა მოეწყოს საქართველოში პოლიცია, ისე რომ ჩვენ ყველას ერთად არ აქვს მნიშვნელობა რა პოლიტიკურ თქვათ იდეოლოგიის კუთვნილები მიკუთვნებას, ჩვენ გქონდეს იმისი რწმენა, რომ ჩვენ პოლიცია დაგვიცავს და პოლიცია იქნება ორიენტირებული ადამიანის სამსახურზე. მადლობა ხატია დეკანოვიჩ.